ფრანგები კვარას აკრიტიკებენ. გასულ კვირას საფრანგეთის ლიგა 1-ში ხვიჩა კვარაცხელიამ ლიონის წინააღმდეგ მნიშვნელოვან შეხვედრაში გაიტანა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. პარის სენ-ჟერმენმა მეტოქეს კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით 3-2 მოუგო. მიუხედავად იმისა, რომ კვარას გოლის მომენტზე ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა, ქართველმა ფეხბურთელმა ყველაფერი კარგად შეასრულა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ ლიგა 1-ში თავი ისევ გამოიჩინა. სანამ გავაგრძელებთ, გთხოვთ დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არღი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში. ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა. RMC სპორტის გადაცემაში After Food-ში ფრანგმა ჟურნალისტებმა დანიელ რიოლომ და ვალი დაშერშურმა ხვიჩაზე მკაცრად ისაუბრეს. დანიელ რიოლო: კვარაცხელია, მომდევნო კვირებში, სანამ იანვარსა და თებერვალში ინტენსიური პერიოდი დაიწყება, ლუის ენრიკე რამდენიმე მოთამაშეს სერიოზულად უნდა დაელაპარაკოს. ვალი დაშერშური: რას ვფიქრობთ კვარას სეზონის სტარტზე? მე ძალიან მომწონს ეს მოთამაშე, მისი მენტალიტეტი, ინტენსივობა. მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ნაპოლის კვარაცხელიას მეორე ვერსიას ვხედავთ. მან იქ ძალიან კარგად დაიწყო, ისევე როგორც PSG-ში. გასულ სეზონში პირველი 6 თვის განმავლობაში ნაპოლიში ბევრი არ უთამაშია. შესაბამისად, ეს ყველაფერი გადაღლილობის ბრალი იყო. მგონია, რომ ლიგა 1 დიდად არ ანაღვლევს. მისი გოლის გარდა ძალიან ცოტა რამ იყო გამოსარჩევი ამ შეხვედრაში. ან ის საერთოდ არ არის ფორმაში, ან საკმარისად კარგი არ არის. მისგან როგორც შეტევის ლიდერისგან მინიმალური მოლოდინი უნდა გქონდეს. ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირზე PSG-ს მაისურით 14 თამაშში 3 გოლით და 3 ასისტით გამოირჩა. საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. საწვრთნელი პროცესისა და მოახლოებული მატჩების შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ კომენტარი გააკეთა. ვემზადებით ბოლო 2 მატჩისთვის. გუნდში როგორც ყოველთვის კარგი განწყობაა. ამ ორ თამაშში ვეცდებით, რომ ოქტომბერში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ, გამოვიკეთოთ ხასიათი და დადებითად შევხვდეთ ახალ სანაკრებო სეზონს. ფიზიკურად თავს უკეთ ვგრძნობ. ოქტომბრის მატჩებამდე კლუბში დისკვალიფიკაციის გამო სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, ხოლო სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაშები ჩავატარე და გოლიც გავიტანე, რაც თავდაჯერებას მატებს. თუ მოახლოებულ მატჩებში მომეცემა თამაშის საშუალება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს ნაკრებს დავეხმარო წარმატების მიღწევაში, განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ. საქართველოს ნაკრები 4 ტურის შემდეგ ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზეა. ვილი სანიოლის გუნდმა მხოლოდ ბულგარეთის დამარცხება შეძლო. შესაბამისად, ჯგუფიდან გასვლის შანსი საქართველოს თითქმის არა აქვს. გასვლელად საჭიროა ორივე მატჩის მოგება და თურქეთმა ანალოგიურად ორივე უნდა წააგოს, რათა მეორე ადგილი დაიკავოს, რაც პლეი-ოფის საგზურის მომტანია. საქართველოს ნაკრებისა და სენტ-ეტიენის ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ტრიბუნ ვერტეს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. ბოლო მატჩში ტრუას წინააღმდეგ ზურიკო ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა და თამაშის შესაძლებლობა არც მისცემია. ქართველმა შემტევმა ამასთან დაკავშირებით თქვა: ამ სეზონში მეტი კონკურენციაა. ეს ყველას უბიძგებს, რომ მაქსიმალურად გამოიჩინონ თავი. გძნობ, რომ გუნდი პროგრესირებს, რომ გუნდი უფრო ძლიერია. კლუბმა სატრანსფერო ფანჯარაზე ბევრი იშრომა, რაც აჩვენებს ჩვენს სურვილს კლავ საუკეთესო გუნდებს შორის ვიყოთ. დავითაშვილი ამბობს, რომ სურს სენტ-ეტიენი იქ დააბრუნოს, სადაც მისი ადგილია, ფრანგული ფეხბურთის ელიტარულ დივიზიონში. ბევრს მუშაობ, რომ უფრო სტაბილური გავხდე. ვცდილობ პროგრესი განვაგრძო, მაქსიმალურად ეფექტური ვიყო. მინდა მეტი გოლი გავიტანო და დავეხმარო კლუბს ლიგა 1-ში დაბრუნებაში. ყველას გვინდა, რომ სენტ-ეტიენს ის ადგილი დაუბრუნოთ, რომელსაც იმსახურებს. ქართველმა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებთან ერთად მუნდიალზე მომავალში მოხვედრის შესაძლებლობაზეც ისაუბრა. ამ შესარჩევში შეგვეძლო უკეთესი შედეგის მიღწევა. იმედი მაქვს, ეს გამოცდილება დაგვეხმარება განვითარებაში და შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაში. ეს ჩვენი მიზანია, ყველა ამაზე ვოცნებობთ. ზურიკო დავითაშვილის, რომელიც ამჟამად საქართველოს ნაკრების შეკრებაზეა, მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ის 12 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, რითაც ბომბარდირებში მეოთხე პოზიციაზეა. ლიონმა, რომელიც მიმდინარე სეზონის წინ დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე იდგა და საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეთება ემუქრებოდა, თავი წამყვანი ფეხბურთელების გასხვისებით პირველ რიგში კი გიორგი მიქაუტაძეს ტრანსფერით გადაირჩინა. აღნიშნულის შესახებ კომპანია Eagle Football Group-ის ანგარიში ვკითხულობთ, რომელიც ლიონის მმართველი გახლავთ და დიდი სამუშაოს გაწევა მოუწია, რათა სახელოვანი ფრანგული კლუბი კატასტროფისგან გადაერჩინა.
ანგარიშის თანახმად 2025-26 წლების ფინანსური წლის პირველ კვარტალში ლიონმა ტრანსფერებიდან 40 მილიონი ევრო მიიღო, რამაც კლუბის შემოსავლების ნახევარზე მეტი შეადგინა. სწორედ ამ თანხით მოახერხა ლიონმა ნაციონალური საფეხბურთო ლიგის წინაშე არსებული დავალიანების გადახდა, რისი წყალობითაც მიმდინარე სეზონშიც ლიგა 1-ში თამაშობს. აღნიშნული თანხიდან უდიდესი წილი მოდის მიქაუტაძეს ტრანსფერზე, რომელიც ფრანგული კლუბიდან ვილიარეალში გადაბარგდა. მის სანაცვლოდ ესპანელებმა 35 მილიონი ევრო გადაიხადეს, თუმცა სხვადასხვა ვალდებულებების, მათ შორის იყო გიორგის მანამდელ კლუბ მეცისთვის გადასახდელი თანხა, ლიონელებმა მხოლოდ 22 მილიონი მიიღეს, თუმცა კი ამასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ლიონის სწორედ მიქაუტაძის ტრანსფერმა გადაარჩინა. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ლიონმა შარშან მეციდან 18 მილიონ ევროთ შეიძინა და მას მერე მან ლიონის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 49 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი მიითვალა. ქართველ ფეხბურთელს ლიონისა და მეცის გარდა აიაქსსა და სერენში აქვს ნათამაშები, ხოლო საქართველოს ნაკრებში 41 მატჩში უკვე 21 გოლი აქვს. ამჟამად მიქაუტაძე ტრავმირებულია, რის გამოც მონაწილეობას ვერ მიიღებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში. 7 ნოემბერს ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ნოემბრის მატჩებისთვის 26 კაციანი შემადგენლობა დაასახელა და განსხვავებით ოქტომბრის პაუზისგან ამჯერად მათი შეტევის ახალგაზრდა ლიდერი ლამინ იამალიც გამოიძახა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ იამალმა ტრავმის გამო ესპანეთის ნაკრების საწვრთნელი კემპი დატოვა და გუნდს საქართველოსა და თურქეთთან მატჩებში ვერ დაეხმარება. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია გაოგნებულია და თავის განცხადებაში წერს, რომ იამალს საზარდულის არეში რადიოტალღური ჩარევა მოუწია, რის გამოც ის თამაშს ვეღარ შეძლებს. RFF-ის სამედიცინო ჯგუფს სურს ერდოულად გაოგნება და სინანული გამოხატოს იმ ფაქტის გამო, რომ 10 ნოემბერს სანაკრებო შეკრების პირველივე დღეს საზარდულის არეში შექმნილი დისკომფორტის სამკურნალოდ ლამინ იამალს რადიოტალღური პროცედურა ჩაუტარდა, რაზეც ნაკრების სამედიცინო სტაფთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა და ამის შესახებ მხოლოდ ღამით გახდა ცნობილი. პროცედურა იამალის 10 დღის განმავლობაში დასვენებას ითვალისწინებს. გამომდინარე აქედან, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სპორტსმენი შეკრებიდან გაათავისუფლოს. ლამინს სწრაფად გამოჯამრთელებას უსურვებთ, ნათქვამია RFF-ის ოფიციალურ განცხადებაში. როგორც გერმანული კიკერ წერს, ამის უკან რეალური მიზეზი შესაძლოა ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრებს შორის იამალის გარშემო არსებული სკანდალი იყოს, რომელიც ჯერ კიდევ სექტემბრის სანაკრებო შესვენებისას დაიწყო და ახალ ფაზაში შედის. ოქტომბრის სანაკრებო შესვენებისას ხანსი ფლიკმა და ლუის დე ლა ფუენტემ ერთმანეთის მიმართ სიტყვები გაცვალეს. ახლა კი განცხადებასთან ერთად RFF-მა ბარსელონამ კაცრად გააკრიტიკა. ფლიქს ადრეც ჰქონდა იამალის ზედმეტად დატვირთვაზე ესპანეთის ნაკრების თავკაცთან პრეტენზიები და ამ უქმეებზე სელტასთან მოგებული თამაშის შემდეგაც თქვა, რომ ვიმედოვნებ იამალზე ესპანეთის სათანადო დიზრუნებსო. 18 წლის გარემარბი ესპანეთმა უკვე დააბრუნა ბარსელონაში, შესაბამისად ნაკრებს საქართველოსა და თურქეთთან 2026 წლის მუნდიალის ბოლო 2 საკვალიფიკაციო მატჩისთვის ვერ დაეხმარება. დღეისთვის სულ ეს იყო, თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში. ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა.